მოგესალმებით. ჩემი პროექტის სახელწოდება ადაპტაციის სახეები და მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. პროექტი განხორციელდა ქალაქ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მე-11 კლასში. პროექტის სასწავლო მიზნები იყო შემდეგი. მოსწავლეებმა შეძლონ გამოიყენონ ევოლუციური კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების ასახსნელად, ინტერნეტის საშუალებით მოიპოვონ ინფორმაცია განსახილველი საკითხის ირგვლივ, დაკვირვების კვლევის საფუძველზე დაადგინონ ადაპტაციის ჩამოყალიბების მიზეზები და მნიშვნელობა, დაკვირვების შედეგებით წარმოადგინონ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით, გაანალიზონ მონაცემები და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. სასწავლო აქტივობა მოიცავდა ორ გაკვეთილს, რაგადმილი იყო რამოდენიმე აქტივობა, ფილმიდან პოლუსიდან პოლუსამდე ნაწყვეტის ჩვენება და ანალიზი, ბუნებრივი გადარჩევის მოდელირება და კვლევა და კვლევის შედეგების წარმოდგენა გრაფიკულად ექსელის საშუალებით. სხვადასხვა ორგანიზმების ადაპტაციების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, PowerPoint-ის პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა. სასწავლო მიზნების მისაღწევად პროექტში გათვალისწინებული იყო აქტიური სწავლება, აღმოჩენებით სწავლა, ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც მაქსიმალურად ზრდის მოსწავლეთა ჩართულებას. მოსწავლე თავად ხდება მკვლევარი, ხდება უფრო დაკვირვებული, აანალიზებს და აფასებს მოვლენებს, გამოაქვს დასკვნები, განაზოგადებს დაკვირვებებს და უკავშირებს თეორიას. მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხდება მეცნიერებას და რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის ხიდების აგება. ისტის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას, მეტი გაიგოს განსახილველი საკითხის ირგვლივ. ისტი ეხმარება მოსწავლეებს მოიძიონ ინფორმაცია, კვლევის შედეგები წარმოადგინონ მათთვის მისაღები ფორმით, ეს ყველაფერი კი სასწავლო პროცესს ხდეს უფრო შედეგიანს და შესაბამისად პედაგოგის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაც ადვილდება. სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება საინტერესოა სხვა პედაგოგებისთვისაც, რადგან თვალსაჩინოა სწავლების პროცესის ეფექტიანობა. ეს ზრდის პედაგოგების მოტივაციას თავადაც დანერგონ სასწავლო პრაქტიკაში ინოვაციური მეთოდები.